სანამ მე-11 პოდკასტს დავიწყებთ, აუცილებლად უნდა გამოვეხმაუროთ ჩვენს მაყურებლებს, ჩვენს მაგინებლებს, ჩვენს მაწყევართ ამავდროულად, არა მხოლოდ გინება და წევლაკრულვა იყო საკმაოდ ლოგიკური დადებითი მესეჯებიც და ძალიან კარგი არის, ანუ მთელი ამ პოდკასტის არცი, სანამ მე და მარიანა დავიწყებდით ამ ყველაფერს იყო ის, რომ ყოფილიყო ყველაფერი აქტუალური, ის რაც რეალურად გვეხება და ეხება ჩვენ ქვეყანას და ჩვენ ყოფა ცხოვრებას და წინა პოდკასტით მივხვდით დავრწმუნდით რომ მართლაც ძალიან ბევრი აქტუალური თემაა და რაც თავარი არანაირი აბსოლუტურად არანაირი მიზანი ჩემი და მარიანას ის არა რომ რაღაცა ეპატაჟი მოვაწყოთ ვიღაც თვალში რაღაცა ქულები დავიწეროთ თუ ლაიქები და რაღაც პოპულარულები გავხდეთ ამ თემებზე უბრალოდ სენსიტიური როა ეს აი ამ წინა პოდკასტმაც გამოაჩინა და აუცილებლად უნდა პასუხი არ უნდა გავცეთ, უბრალოდ უნდა კომენტარი თქვათ ამ ყველაფერზე და მინდა რომ მეგობრებოთ მიმართო იმ ხალხს, იმიტომ რომ მართლა არ მაქვს არანაირი შური, წყენა, რავი გაბრაზება და იგივე პათოსი რაც თქვენ გამოხატეთ იმ ხალხს მიმართა, ვინც ვაგინათა ჯვარზე გაგვაკარით და კიდე მინდა ერთხელ აღვნიშნო რომ ლაპარაკი არის იმაზე რომ არ ვიცი თქვენ რამდენად დადიხართ გარეთ, რამდენად გაქვთ შეხება აი ამ ყველაფერთან და რაც ხდება ჩვენს ირგვლივ და ამ სოციალურ სიდუხჭირესთან, ხო? ყოველ ფეხის ნაბიჯზე რო ურნასთან ადამიანი არის გადაშვებული და იქ-ექება ბავშვებს როცა შეიათ და არ ვიცი, აი ესეთი წინა პოდკასტის ამ ფრაზით დავიწყეთ რომ მთელი ცხოვრება თავში გვიტანა იმას რომ გაჭირვებული ღარიბი ქვეყანა ვართ, რომელსაც ანუ ხმის ამოგების უფლება არ აქვს იმაზე რომ ამ სოციალურ პრობლემებზე ვილაპარაკოთ ну რაღაცა ეს ჩვენი აზრი გამოხატოთ გაჭირვებულ ქვეყანაზე რომელსაც ანუ ამ ტიპის კლასის ხალხი ყავს არა აქვს მნიშვნელობა მამაო იქნება მეუფე იქნება იქ სხვათა შორის პოლიტიკოსებზეცაა საუბარი და იმ ჩინოვნიკებზე რომელიც აი მაზღარნის ზიან და აი ყველაფერს ისე უყურებენ თითქოს არაფერი და ფიქრობენ იმას საიდან რა იშოვან ხო თუ ვართ გაჭირვებული ქვეყანა და თუ ის რაც აღწერე რომ ბავშვები შემშილობენ და ხალხი ნაგვისუნა აღარ არის მართლა რომ რაღაც ადამიანი არის დღეს ხო მინიმუმ ამორალური არის მინიმუმ რომ ვიღაცა თუნდაც იმით რომ გამომეკიდა ხალხი იმას 7 შერაიც 7 კილოვა თუ 700 გრამ არა აქვს მნიშვნელობა ის ჯიპი ხო არის 100,000-იანი ყბადაღებული თემაა თითქოს ვამბობთ ამ ჯიპებზე მაგრამ არ არის ყბადაღებული თემა ხო ეს რეალობა არის აი უბრალოდ ხო შეიძლება რომ იმ ადამიანმა პრიუსით იაროს ვიღაცა შეიძლება მომდგეს და მითხას რომ აი აჩუქეს შეწირეს კი ბატონო აჩუქეს და შეწირეს მაგრამ გაყიდე რა დაუცვილო და რა ვიცი გადაჭიქ თუ შენი კრედო შენი ქადაგება ისა რომ გაჭირვება უნდა დავითმინოთ აი რა ნამუსით უნდა უთხრა ადამიანს რომ გაჭირვება დაითმინო შენ როცა რაღაცა აი ამ ტიპის ფუფუნების იმებით გადაადგილდები რაღაცა ეგზოტარიუმები და აი არ ვიცი ყველანაირი ფუფუნება და აი ადამიანს ეუნები რომელიც შენი ქვეყნის მოქალაქეა და არის დღიდან დღემდე სხვათა შორის ისეც უნდა ჩავრთო რომ ანუ ეს ადამიანები უბრალოდ აი აბსურდსაც მინდა რომ მივაქციოთ ყურადღება რომ შენ რომელსაც გიწევს 9-დან 9-მდე შრომა რომ ლუკმაპური გამოიმუშაო რაღაც 2 კაპიკი მიიტანო სახში და უბრალოდ ადამიანის ფორმას კარგავთ ხო აი მსგავსი ტიპის ძიმე შრომაში და იმაში ის ზის არაფერს აბსოლუტურად არაფერს არ აკეთებს რაღაცას ხადაგებს ვისაც წამს აქ წმენაზე არ არის მეგობრებო ლაპარაკი კიდე ერთხელ ვისაც რა უნდა ისწამდეს ხო როგორც გაუხარდება წამს არ წამს ბუდისტი არის რა ვიცი მუსულმანი ქრისტიანი პატრიარქი უყვარს თუ მამაო თუ ის აბსოლუტურად თავისუფლები ხართ მაგაში არავის არ უეწინააღმდეგე ის თვითონ რასაც ხადაგებს რომ გეუნებ ჭირთა დათმენაზე რომ გელაპარაკება კიდე ერთხელ ვამბობ მინიმუმ ამორალური არის აი ამ ხალხისგან რომ აი მრევლმა შემომწირა მაჩუქეს ერთ ისტორიას ვიტყვი კიდე აი ეს ცნობილი თემა რომ არის ერთ-ერთი მეუფე რომელსაც მანქანების სერიები ეწყება 0.1 და 0.10-მდე და ამ კაცს ჰქონდა რამოდენიმე ხნის უკან ეს Facebook-ზე პოსტი ედო მსგავსი ბავშვთან ერთად იყო რომელსაც ხერხემალზე პრობლემები ჰქონდა რაღაცა ესე დღას ამ ბავშვთან ერთად და ხოთ დავეხმაროთ აი ამ ბავშვს და ხათი ჯიპი რო კაც მე მელოდები რომ დავეხმაროთ ამას გაყიდე ერთ-ერთი თუ მაინც და მაინც არ გაქვს და ისე ხო კარგად ვიცით რომ მას ქეშიც და
ფულის ოხრათ აქვს, მაგრამ აი ესეც ხო პოზიორობაა და ეხლა წარმოვიდგინე ბავშვი იტანჯება ტკივილებში და ეს მეუნება რომ აი შევწიროთ, დავეხმაროთ პოზიორობს იქ და ამ დროს 10 მანქანა უყენია. და ოქროს ოდებზეც აუცილებლად კიდევ უნდა ვთქვა, რომ არ არის არც ეგ ოქროს ოდები 100 მოკლებული და არარეალური, ამასთან კიდევ ერთ-ერთი მამაო გაქურდეს, თუ რაღაცა რომელსაც ოქროს ოდები მოპარეს. ეგეც ცნობილი ამბავია, მეგობრებო, მოიძიეთ ინტერნეტში, აუცილებლად ნახავთ ოქროს ოდები $40,000 და ასე. წარმოუდგენელია რა. ანუ მე არანაირ მართლა არავის არ ვებძი, მაგრამ ეს ხო ფაქტები არის და ჩვენ არ გაჭირვებულ ქვეყანაში ამაშია მთელი საქმე, რომ ჩვენ ერთს რო გვიჭირს და აქ ადამიანი მე თითს მიქნევს და თვითონ უარეს აკეთებს. მაშინ ანუ რა გაიხადე ანაფორა და თქვი რომ მე ბიზნესმენი ვარ, მე ფულის კეთება მინდა, ჩემი ეს არის ჩემი საქმე და ვერავინ ვეღარ განიკიცხავს ხო იმ ბიზნესმენს, მაგრამ შენ რო სულიერი მამა ხარ და მე მომიწოდებ რაღაცეებისკენ და შენ საერთო სხვა რაღაცას აკეთებ, აი მან ცოტა უკვე აცდენაა რა. კი. ამაზე იყო საუბარი, თორე 1 და 2 და შეიძლება 10-იც და 20-იც რო ძალიან სწორი ადამიანია და სარწმუნოებას მიყვება, მაგაც არ არის საუბარი. აქ ჩვენ ვსაუბრობთ პრობლემებზე. ეს პოდკასტი, ხო, როგორც ლევანმა თქვა, დავიწყეთ სოციალური პრობლემებიდან, რომლებზეც რატომაც არავინ არ საუბრობს. ან ვსაუბრობთ ერთმანეთში, მაგრამ არასდროს არაფერი არ იცვლება. ეხლა ვერ ვიტყვით, რომ ჩვენ ორი საუბარი რამეს სulis, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ, რომ რაღაცნაირად მივიტანოთ ხალხამდე, რომ აი ის მინიმუმ ფიქრი დაიწყონ მსგავს საკითხებზე, რომ ის ძალიან ბევრი კომენტარი, სადაც გვეუბნებოდნენ, რომ რა ჩვენი საქმეა. კი, ჩვენი საქმეა, იმიტომ რომ ჩვენ ქვეყანაში ხალხს ძალიან უჭირს და მართლა არ ვიცი, საცხოვრობთ, გაიარეთ და როგორც ლევანო თქვა, ნაგვის ურნები და 2 წლის წინ ადამიანი საერთოდ გაიყინა გარეთ ვაგზალზე, კაცი გაიყინა გარეთ, ანუ ხალხი შეერიკვდება, საცხოვრებელი არ აქვს, ლპებიან ცოცხლად, მკურნალობის თანხა არ აქვს და ამ დროს მამაოს რო 10 ჯიპი ყავს და ის 120,000-იანი ჯიპი რო ყავს ლექსუსის ბიჭო, ანუ კაი ჯიპი თუ გინდა რომ თაშია რო არ ვიცი სად თაში დადიხარ, რავი, ტრასას ვერ გაცდი, მაგრამ თუ თისთვის გინდა რაღაცა ისეთი ჯიპი იყიდე, ცოტა იაფე, ანუ 120-ის ნაცვლად იყიდე 60-იანი და ის 60 სხვას მოახმარე, გაჭირვებულს მოახმარე, მაგას აი მაგას გულისხმობ, რა ხო პოზიორობაა და აბა რა არის? აი მინდა რომ თქვა რა, და ეს ხალხი რა, ანუ ხალხი რამ დააჩლუნგა, მაგას ვხვდები, შეიძლება ვიღაცა შეხვედრიათ, ვიღაცა კარგი ადამიანი მეც შემხედრია ძალიან ბევრი, მაგაცი არ არის საუბარი, ისინი სამაგალითოები არიან და რასაც ამბობენ, უბრალოდ თავის საქმეს აკეთებენ კარგად რა, ეს ძალიან ცივი გონებით და საქმიანად რომ მივიყვეთ, თავის საქმეს აკეთებენ კარგად. მაგრამ ვინც კარგად არ აკეთებს, იმაცია საუბარი და რავი, რა დააჩლუნგა მასის აზროვნება, მაგას საერთოდ ვერ ხვდები, რომ რა შენი საქმეა, იმე 7 კილო ჯვარი თუ კიდია. კი, ჩემი საქმეა. იმიტომ რომ ხალხს შია და ელემენტარული მართლა პური რო 2 ლარი ხიჭდა, იმის საშუალება რო არა აქვს და მაგასაც განვიხილავთ რა მე სხვა პოდკასტში რომ პური 2 ლარი რა ამბავია მართლა, მაგრამ ამ შემთხვევაში ვიღაც არ აქვს პურის პური და შენ 7 კილოიანი ჯვარი კიდია, კი, და შეიძლება მეტიც გეკიდოს. ხო და აი მაგაზე იყო რა გამოხდა, ეგეც რო უნდა განმოვცო რა კიდე რომ აი შეიძლება ვიღაცა მოგვიბრუნდეს და გითხრას რომ აი თქვენ რო ლაპარაკობთ, თქვენ რა გეკეთებიათ. მეგობრებო, ჩვენ არ გვაქვს არანაირი ორგანიზაცია, რომელიც მილიონებს მოიცავს, რომელიც რო იტყვის რა, იქ გამოვა და ეს ხეთყე მინდა ეხლა და ლარათ უნდა გადმომიფორმოთ და ანუ ჩვენ მსგავსი ტიპის ბიუჯეტიდან მილიონები გამომიყავით? ხო, გამომიყავით და მსგავსი ტიპის ორგანიზაცია არ გვაქვს. ანუ აქ ორგანიზაციაზეა ლაპარაკი, წამ საერთოდ არ ვეხებ.